ვაშლის ძმარი ჭამის წინ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამეცნიერო რჩევაა და ადამიანებს გვაინტერესებს ზუსტად რას უნდა მოველოდეთ, რას გააკეთებს ეს ჩვენს ორგანიზმში, რა შედეგს მივიღებთ, რა შედეგს ვერ მივიღებთ და რა შეზღუდვები შეიძლება გქონდეს ვაშლის ძმარს. დიდი ისტორია აქვს რეალურად, ძველი რომაელები იყენებდნენ ხოლმე ჭრილობის დასამუშავებლად, იმიტომ რომ ბაქტერიებს კლავს და დაასხავდნენ ჭრილობაზე. იყენებდნენ ხოლმე წყლის გასასუფთავებლად, წყალი ხო დაბინძურებული იყო ადრე და ჩაასხავდნენ ვაშლის ძმარს და იცოდნენ რომ მერე იმ წყლის დალევა შეიძლებოდა ხოლმე. საჭმლის მონელებელი სიმპტომებისთვის იყენებდნენ ხოლმე უკეთესი მონელებისთვის. დღეს რისთვის ვიყენებთ? დღეს ერთ-ერთი მთავარი რატომაც ადამიანები სვამენ წონაშიკლება, გლუკოზის კონტროლი, ქოლესტერინის კონტროლი, ხო, კონტროლს როცა ვამბობთ, გულისხმობთ რომ დაკლება, ანუ გლუკოზის შემცირება, ქოლესტერინის შემცირება, გულის დაავადებები, ზოგი ადამიანი ღვიძლის დეტოქსისთვის, ზოგი თირკმელების დეტოქსისთვის, ზოგი სიმსივნესთან საბრძოლველად. ვისაუბრებთ რა არის სიმართლე, რას აკეთებს და რას არ აკეთებს. პირველი მთავარი რისაც იყენებენ ხოლმე ვაშლის ძმარს ეს არის წონაშიკლება და წონაშიკლებას როგორ უწყობს ხელს. როცა ვაშლის ძმარს იღებს ადამიანი, ის უკავშირდება ფერმენტს, ამილაზას და სახამებლის გარდაქმნად შაქრებად უშლის ხელს. ეგ არის მისი მთავარი ერთ-ერთი მექანიზმი. ეხლა აქ რაშია საქმე და რაშია პრობლემა? საქმე იმაშია, რომ თუ მიიღებ პურს, ბრინჯს, ცომეულს და პასტას, მაკარონს და ეს რაღაცებს, კი, არის ნამდვილად ეფექტური. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თუ შენ მიიღებ შაქრებს, შოკოლადებს, კამფეტებს, ჩვეულებრივ წვენებს მაგალითად, რომელიც ისაც გლუკოზას, ფრუქტოზას შეიცავს, ვაშლის ძმარი ამას ვერაფერს ვერ უძლებს, ანუ გინდა გილებია, გინდა პრაქტიკულად ერთი და იგივე იქნება, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომ რაღაც დონეზე მაინც სჭირდება ხელშეწყობა და ტკბილები, პირდაპირ შაქრები, რაცა ის რაოდენობა უნდა შემციროს ადამიანმა მაინც. თუ კი ვაშლის ძმრით გინდა წონში კლება, ეგ მნიშვნელოვანია, რომ მან იმოქმედოს. მეორე მნიშვნელოვანი რაც აკეთებს ვაშლის ძმარი, ეს არის ინსულინ რეზისტენტობას აუმჯობესებს. ამცირებს ამ შემთხვევაში. ვაშლის ძმარი შეიცავს აცეტის მჟავას და ეს აცეტის მჟავა აღწევს უჯრედებამდე და ფერმენტულ სისტემებზე მოქმედებს, სხვა ფერმენტებზე და ჯამში აკეთებს ამას, რომ კუნთებში და ღვიძლში ზრდის გლიკოგენის მარაგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გლუკოზის შეწოვას კუნთებში და ღვიძლში აუმჯობესებს, შესაბამისად სისხლში ნაკლები გლუკოზა გრჩება. ეგეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია რეალურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინსულინ რეზისტენტობა აქვს. ანუ ადამიანებს ეხმარება ინსულინ რეზისტენტობით. და საინტერესოა ხოლმე კიდე რომ აი კი ვამბობთ რომ ეხმარება წონში კლებაში, ეხმარება გლუკოზის შემცირებაში, ეხმარება ამ ყველაფერს რამდენად ძალიან ეხმარება. დაახლოებით ჭამის მერე გლუკოზის სპაიკებს ამცირებს 20%. საკმაოდ დიდი შედეგია რეალურად, ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია, რომ თქვათ 200-ის ნაცვლად 160 საჩვენებს გლუკოზას. ძალიან დიდი რეალური შედეგია, რომელიც ადამიანებს დაეხმარება, ეს ამ სამედიცინო კუთხით მართლა მნიშვნელოვანია. ინსულინ რეზისტენტობას დაახლოებით 20% აუმჯობესებს. ესეც დიდი მიღწევაა პრინციპში. წონაში კლებისთვის ძალიან ეფექტური არ არის, დაახლოებით 12 კვირაში, სადაც 1 კილოგრამი, მაგრამ ამ სამედიცინო კუთხით ეს ძალიან დიდი შედეგია. ადამიანებს ყოველთვის უნდათ რომ რაღაც უცებ ბევრი დაიკლონ და რაღაცა, ეგრე არ არის. ამ სამედიცინო კუთხით 12 კვირაში 1 კილოგრამი ძალიან მშვენიერია ჭამის წინ ვაშლის ძმრით. ცხიმების წყალს ვინაიდან აუმჯობესებს მცირედით, ასევე მცირედ აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს, ანუ ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს დაახლოებით 10-15% 12 კვირაში. ესეც ახლა არ ვთქვათ რომ რაღაცა ძალიან სასწაული შედეგი არაა, მაგრამ ცუდი შედეგიც არ არის. შესაბამისად
ყურადღება მისაქცევია ყველა შემთხვევაში და ნამდვილად კარგი შედეგია. თრგუნავს მადას თრგუნავს, იმიტომ რომ კუჭის დაცლას ანელებს რეალურად, კუჭი უფრო ნელა იცლება და გრელინი, რომელიც არის ჰორმონი, გრელინის დონეს ამცირებს, შიმშილს რაც იწვევს და ასევე ინკრეტინების დონეს ზრდის, მოკლედ ეს ნაწლავიც გამოყოფენ ჰორმონებს, რომელიც თავისთავად მოქმედებს და დანაყროვანების შეგრძნებას იწვევს და ამასაც ეხმარება. ანუ ადამიანს უფრო ნაკლებად შეა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც რეალურად საკმაოდ დიდი შედეგია ესეც და შედეგი რაც აისახება გაზომვადის შედეგია, რომ სადაც დღეში 200-300 კალორიით ნაკლებს იღებს ადამიანი საკვებს, როცა ვაშლის ძმას სვამს. ამცირებს სისხლის წნევასაც 12 კვირა თუ რეგულარულად მიიღებს, მაგრამ მანდ არ არის ისეთი დიდი ეფექტი, რომ რამე ვთქვათ, რომ აი სისხლის წნევისთვის მიიღოს ადამიანმა, ეგრე არ არის, მაგრამ მაინც ეს მოქმედება აქვს. ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ანტიბაქტერიული მოქმედება ლაბორატორიულ დონეზე ძალიან კაია, ანუ ბაქტერიების 99% ამცირებს, მაგრამ ანუ რეალურად ორგანიზმში კი ეხმარება რაღაც დონეზე, მაგრამ ეგეთი ეფექტური არ არის, რომ რაღაც როგორც ანტიბიოტიკი ესე გამოვიყენოთ, ესე არა. თუმცა ახლა საკვებში, ხო, აი როგორც მარინადებისთვის, რომ ხორცი დამარინადო მასში და მოამზადო ესე ერთი არბილებს ხორცს და ძალიან კაია და მეორე კიდე მის დეზინფექციას ეხმარება. თუმცა აქაც არ არის როგორც უნიკალური საშუალება, რომ გაასტერილურო რამე ამისთვის არ გამოიყენება, მაგრამ ეხმარება რაღაც დონეზე, რაც ასევე კარგია. ეხლა რა არის მითები, რომელიც ვიცით ვაშლის ძმაზე? მთავარი მითი არის, რომ დეტოქს ახდენს ორგანიზმისას. არ ახდენს დეტოქს, არც ღვიძლის, არც სირკმლების, არც ერთის დეტოქს არ ახდენს. თუ ზოგადად იმას ვამბობთ, რომ ადამიანს წვანში დაიკლებს და ეს კარგია, კი, რა თქმა უნდა, კარგია ჯანმრთელობისთვის და ამ ხრივ კი, მაგრამ დეტოქსთან არ აქვს საერთო არაფერი. მეორე მნიშვნელოვანი მითი არის, რომ სიმსივნეს კურნავს, არანაირი კვლევები არ არსებობს, რომლის მიხედვითაც რამე გაზომვადი შედეგი ქონდეს სიმსივნეზე, ეგეთი არ არსებობს და ამიტომ ანუ ამ კუთხით ადამიანმა არ უნდა მიიღონ, იმიტომ რომ არ აქვს კავშირი. მესამე მითი არის, რომ ცხიმებს წვავსო, ხო, ცხიმებს წვავს, ახლა ეს ისეთი ნათქვამია, რომ შეიძლება ასეც გაიგო და ისეც. ცოტათი კი, ანუ ეხმარება წვანში კლებაში, ცხიმების ოქსიდაციას ეხმარება, მაგრამ ანუ ის რომ რაღაცა დრამატულად შეცვალოს რაღაც ორგანიზმში, არა, ჭირდება კვებით ხელშეწყობა, ჭირდება დიეტაზე ყოფნა და ასე და მე იკლებს ადამიანს წვანში. ანუ გეხმარება რაღაცას აკეთებს, მაგრამ ისე არა, რომ ადამიანებს უნდათ ხოლმე ძირითადად, რომ ანუ ჭამონ რაც უნდათ, რამდენიც უნდათ და მაინც იყვნენ გამხდრები. არა, ამას ვერ მოახერხებს. და მეოთხე მითია, რომ ძლიერი პრობიოტიკული ეფექტი აქვს. ხო, ეს არაპირდაპირ ცოტათი შეიძლება ცოტა იმოქმედოს ნაწლავურ ფლორაზე, მაგრამ რამე მნიშვნელოვანი გავლენა არ არის ეგეთი აღწერილი და დადასტურებული არ არის, რომ რამე მნიშვნელოვანი გავლენა ქონდეს. შესაბამისად, ძირითადად ეგეც მითია. ახლა რა უნდა გავითვალისწინოთ ვაშლის ძმის მიღების დროს? პირველი ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის უნდა მივიღოთ საკვების წინ. ან ჭამის წინ 15 წუთით ადრე, ან 10-15 წუთით ადრე. იმის რომ კუჭის დაცლა შეანელოს, იმისთვის რომ ნაყროვანების გრძნობა ადვილად გქონდეს, იმისთვის რომ ამილაზა დათრგუნოს, ეს მნიშვნელოვანია. მეორე რაც უნდა გავითვალისწინოთ არის, რომ წყალში უნდა გავაზავოთ აუცილებლად, გავხსნათ, ანუ მიღების წინ 1 ჩაის კოლზი ძმარი უნდა გახსნათ დაახლოებით 200-300 მილილიტრ წყალში და ისე დალიო. სასურველია რომ დალიო საწრუპით, რადგან ტკბილის ემალი შეიძლება დააზიანოს, თუმცა ადამიანების უმეტესობა პირდაპირ სვამს და სასურველია ასევე რომ გამოილო პირის ხრუში წყალი, მას შემდეგ რაც მიიღებ, რომ ანუ რეალურად ეს არის მჟავა და არ დააზიანოს ემალი. პირდაპირ მისი დალევა არ შეიძლება, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი მჟავა. ოპტიმალური მიღების ხანგრძლივობა არის 12 კვირა, 12 კვირა უხეშად დაახლოებით 3 თვე, რომ მიიღოს ადამიანმა ყოველ დღეში 2 ჯერ ყველაზე დიდი კვებების წინ 10-15 წუთით ადრე. ეგ არის სტანდარტული დოზირება. ამ დოზირებაში და ამ ხანგრძლივობაში მიიჩნევა უსაფრთხოდ. განსაკუთრებით ეფექტური არის ადამიანების, რომელსაც აქვთ ინსულინ რეზისტენტობა. ანუ
ადამიანებს როცა აქვს ინსულინ რეზისტენტობა, პრაქტიკულად 70-80%-ში ამ ადამიანებისა გლუკოზის დონეს აუმჯობესებს, ამცირებს და ინსულინ რეზისტენტობას აუმჯობესებს. ამიტომ ერთ-ერთი ეფექტურია, თუმცა არა უნივერსალური და წამლების ჩამნაცვლებლად არ მიიჩნევა. და აქვე მეორენაირი დოზირებაც არსებობს, აი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც გლუკოზა მაღალი აქვს, ღამე, მაგ ადამიანებისთვის ძილის წინ ერთი ჩაის კოვზი, წყალში გახსნილი სდალება და ღამის გლუკოზის მომატებას ამცირებს და ანუ ღამე გლუკოზის კონტროლს აუმჯობესებს. ამისთვის არის კარგი და ამ შემთხვევაშიც ეფექტურია, პრედიაბეტი და დიაბეტი ვისაც აქვს იმ ადამიანებს. ოღონდ აქვე თუ ადამიანს ინსულინი ჭირდება, ანუ ეგეთი დიაბეტი თუ აქვს, ან სულფონიურიას პრეპარატებს თუ იღებს, ანუ სერიოზული დიაბეტი და სერიოზული პრეპარატებს თუ იღებს, შეიძლება ორივემ ერთად კომბინაციაში ვაშლის მიღებასთან ერთად შეამციროს ძალიან გლუკოზის დონე და სიმპტომები გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის. მაგალითად ეს ოფლიანობა, სისუსტე, ხელების კანკალი, ესეთ სიმპტომები. ამიტომ მანდაც ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ასეთ შემთხვევაში თუ დიაბეტი გაქვთ, დოზირება და რეჟიმი ექიმთან ერთად უნდა განსაზღვროთ. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის მჟავა. ანუ ვაშლის ძმარი არის მჟავა და მჟავა ჩვენ ორგანიზმს ტვირთავს მჟავით. და აი ეს ამბები, რომ ადამიანები ამბობენ სისხლის გატუტიანება და ასე და ორგანიზმის გატუტიანება, ეს აკეთებს პირიქით, ამჟავიანებს ორგანიზმს. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ამ დოზით 30 მილilitrამდე დღეში მიიჩნევა უსაფრთხოდ და სისხლის pH-ზე არ მოქმედებს, სისხლის მჟავიანობაზე, მაგრამ შარდის მჟავიანობაზე მოქმედებს, ანუ შარდის მეტად მჟავიანობას იწვევს. შესაბამისად, ზოგ ადამიანში შეიძლება კალიუმის დაკარგვა გამოიწვევს, განსაკუთრებით ვისაც თირკმლის პრობლემები აქვს. ამიტომ ზედოზირებასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ და კალიუმის დაკარგვა მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ დიდი რაოდენობით და ძალიან ხანგრძლივი დროით არ უნდა მიიღოთ. ეგ საკონტროლოა, თირკმლის ფუნქციაც უნდა იყოს ნორმაში, ან მნიშვნელოვნად დაზიანებული თირკმელი არ უნდა ქონდეს ადამიანს. რადგან მაღალი დოზებით შეიძლება ჰიპოკალემია გამოიწვიოს. ჰიპოკალემიის ეს პირაპირი სიმპტომები სისუსტე კუნთების სპაზმი, კრამპები აიგენია. და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვაშლის ძმარი ანელებს კუჭის დაცლას და ადამიანებს, რომელსაც გასტროპარეზია აქვს, ან ისედაც ნელა-ვისაც ეცლება კუჭი, ან გასტროეზოფაგალურ რეფლუქსის დაავადება, ვისაც აქვს მჟავიანობა, ან ის რომ ამოდის, მჟავა რომ ამოდის საკლაპავში, ვისაც აქვს, ან კუჭის წყული ვისაც აქვს, მათთან შეიძლება სიმპტომები გააძლიეროს პირიქით, ანუ ეს გულწმარვა გაუძლიერდეს, ბოყინი, გულისრევის შეგრძნება, კუჭის ტკივილი, ვიზაც ესე მოქმედებს, არ უნდა დალიოს. ეგ არის პირდაპირ, ანუ თუ კი ესე მოქმედი კუჭის წყული აქვს ადამიანს, ან დაზიანებული აქვს კუჭი, ან რეფლუქსი აქვს მნიშვნელოვანი, პირიქით მაგაზე იმოქმედებს ცუდად. ამიტომ უნდა დააკვირდეს ადამიანი, რა თქმა უნდა, მიიღოს და თუ ხედავს, რომ უარყოფითი გვერდითი ეფექტი აქვს, მაშინ უნდა დაანებოს თავი. ეგ არის გამოსავალი. აი ეს იყო რისკმაც მინდოდა, ვისაც არხის მხარდაჭერა გინდათ, დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ და ამისთვის აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები, ვისაც დონაციას პლუს ჩემთან ინდივიდუალური კონტაქტი უნდა, ამისთვის პატრეონის მითითებული მაქვს აღწერაში, ვისაც უბრალოდ მხარდაჭერის გამოხატვა უნდა, დალაიქოს, გააშიაროს, დააკომენტარეთ. თქვენი ნებისმიერი აქტივობა არხზე ეხმარება არხს განვითარებაში. YouTube-ის ალგორითმისთვის არის მნიშვნელოვანი თქვენი ნებისმიერი სახის აქტივობა. ამიტომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეო და თუ გინდათ მეტი ესეთი ვიდეოები გავაკეთო, ამიტომ მხარდაჭერა გამოხატეთ თქვენს. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ ჩემთან ხართ.